კასპში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კასპის რაიონული ორგანიზაცია დაფუძნდა. გუშინ კასპში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კასპის რაიონული ორგანიზაცია დაფუძნდა. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციამ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას კასპის რაიონის ინტელიგენციის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, აგრეთვე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების აქტივისტები დაესწრნენ. კასპის რაიონული ორგანიზაციის კოორდინატორად პედაგოგი ნათია სუხაშვილი დასახელდა. მან მოწვეულ სტუმრებს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ესაუბრა. ნათია სუხაშვილი აცხადებს, რომ ორგანიზაციის მიზანია სამართლიანი ობიექტური, გამჭვირვალე არჩევნების და რეფერენდუმის ჩატარება. ვცდილობთ მაქსიმალურად რომ მოწინას არჩევნებს იყოს მობილიზებული, ჩვენი მოხალისეებიც აქტიურად მიდგან ამ ხაზში, იმედი მაქვს რომ მოწინას არჩევნო კამპანია წარმატებით დასრულდება ჩვენთან და მოხარული ვიქნებით თუ გაყალბების გარეშე მოხდება ეს ყველაფერი და თუ რეალურად ისეთი პიროვნება იმართებს ჩვენს რაიონს ჩვენ თანაქალაქებს გამოგვადგება. წამს რომ ნათია სუხაშვილის ხელმძღვანელობით მართლაც სამართლიანი არჩევნები ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ სამართლიანი არჩევნების საქმიანობა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო საქმეთა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ ფინანსდება.